$1250 რო უდევს ეს ტვირთი. 4500-ში გვაძლევს რა. ოჰაიოდან მიდის ბორდენთაუნ, ნიუ-ჯერსიში. ესეც მაგარი ტვირთი გაიგო. პოლიციამ გამარჩია ნიუ-ჯერსი. დამხრიტა. მერე მუხამეს როლა. მოგესალმებით მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ან კიდე ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და თუ მოგეწონათ მერე გამოიწერეთ და მერე დაალაიქეთ. დღეს რაზე გვექნება ვიდეო. ეხლა გავიგოდე სადღაცას 10-15 წუთი არის ხელპილიც არ დამებანია. და რატო ვიწყებ ამ ვიდეოს ესე დილაუთენია. ორშაბათი დღე არის და აქედან უნდა წავიდეთ სავარაუდოდ ვესტისკენ. კახას არც დაურეკია ჯერ უბრალოდ მივწერა რომ მეთქი დაიწყოს მეთქი დატვირთა თქო. და დიდი ალბათობით ტვირთებს ეძებს რომ რამე ტვირთი აიღოს ვესტისკენ და განახევთ ამ ვიდეოში ტვირთებს როგორ ვიღებთ, რა ფასებში ვიღებთ, როგორ ხდება, რანაირად ხდება, და მოკლედ ყველაფერს განახევთ რა. მეც ვეძებ ხოლმე აქ რაღაცებს, ჩემპიონში რაღაცებს ჩალისებ ხოლმე, მაგრამ სულ იდეაში კახა მიღებს ყველაფერს. მეც მაქვს ეს ლოუდბორდი და მეც ნახულობ ხოლმე ტვირთებს რა ფასებში დევს, შეიძლება რაღაცები ისეთ ფაშში, ისეთ ზონაში იყოს ხოლმე ტვირთები, რომ მე უფრო მიღირდეს წასვლა, რადგან ოუნერი ვარ და შეიძლება საწოვი ცოტა მომიწიოს და ну მოკლედ 1000-ში ერთხელ ხოლმე მეც უყრი ხოლმე კახას ტვირთებს და ჩემი არჩეული ტვირთებითაც ვიღებთ ხოლმე ტვირთებს რა. ეხლა დავუყუროთ იმედია დაარიყოს მალე და კაი ტვირთს ავიღებთ რამეს. იმედია ესენი მალე დამცლიან და მალე გავეშვები, მალე წავალ Salt Lake City-დან. დავუყუროთ და რომ დამერიკავს ჩავთავ ვიდეოს. მანამდე ცოტას დამოუწევი უკან. ოპანა. ხო კახა. თემო. ხო. ნახე ტულე იუტადან არის ერთი სვეცბოროში მიდის ნიუ-ჯერსიში რა. იუტადან ხო? ჯამში არის როგორ? იუტადან ხო? იუტადან ხო. ოკეი. ჯამში არის 2250 მილი. ოკეი. ფიგი აქვს 66 მილში რა. ხო. ზონა აქვს 17 მსუბუქია და კაი ვარიანტია და 4300-ში გვაძლევს რა. დამატებით არ მიგიწევი. არასკენ 4 საღამოს დელივერით. და დამატებაზე არ მიგიწევი არაფერ ჯერ? დამატებაზე მივწერდა ეხლა ამიცა წამი აი მომწერა. 4500-ში გვაძლევს რა. $2 კი გამოდის. თავის დეთენდიანას რა. 2 გამოდის ზუსტად. ხო. ხო და 4 საღამომდე ხო ჩახვა? კი, უეჭველი. კაი. თან 17-ია ხო უეჭველი ზონა? ხო, ჩვენ დავაზუსტე 17-ია. ოკეი, შენიერი. ავიღოთ? კი. ესენი მალე მორჩებიან 10-15 წუთში და დავუშვები რა 60 მილზე. კაროჩე 11-ის ნახევრისკენ 11-ისკენ ვიქნები ალბათ იქ რა. 1 საათის გზა მექნება. კაი. ოკეი. მადლობა. ოკეი. $4500 $2250 მილი. კაი არის. $2 და მივდივართ ხა აქედან. და შვენიერი არის. ოსა საწომა მოიბატა მაგრად. 2250 $2250 მილი. 17 როა წონა იგასწორეს მაგრად. ეხლა დაველოდები რეიტკონი რო გამომიგზავნოს. რეიტკონში წერია სად გვაქვს პიკაპი, სად გვაქვს დელივერი, წონა რამდენია, ფასი რამდენია, კიდე რეები წერია, პიკაპ ნამბერები წერია, ტვირთი რითიც უნდა აიღო და გაიგონ რომ შენი ტვირთია თუ არ არის და კიდე რეები წერია რეიტკონში. ხო რა და დანარჩენი ისეთი საინტერესო არაფერი არ წერია. მოკლედ დაველოდოთ ტვირთის გამოგზავნას, ესენი მალე დამცლიან და წავალ ტვირთის სასაღებად. კიდევ ამ ვიდეოში ჩავსვავ საჭმელს და რაღაცებს არ ჩავსვავ, უბრალოდ საწოვის ხარჯებს ჩავსვავ კიდე რამდენი საწოვს ჩავასხავ ამ კვირაში და რამდენს დაგვროსავთ და რამდენი დაგვრჩება.
ამის წინა ვიდეო არის ხარჯი შემოსავალი და ხარჯები რო ჩავწერე და რამდენი დამრჩება მე იქიდან თქვენ თვითონ გამოვაკელით სუფთა რამდენი დამრჩება რა იმდენის თვლა და კიდე წუწუნები არ მინდა წავედი მოკლედ ახლა გავხედავ ამათ ხო არ მორჩნენ და დავუშვები პიკაპისკენ იმედია მალევე ჩამიგდებს კახას ამ ტვირთს და შესავსები არ იქნება რაღაცეები 5 წუთით არ გასულა უკვე ჩამიგდო ტვირთი აქ მივდივართ იუტაში დელივერი გაქვს ლოგან თაუნშიპ ნიუ-ჯერსიში $4,500 შვენიერი წონა საწერია აი წონა წერი აქვს 17,399 2,192 მილი ანუ პიკაპიანად ეგრე გამოდის Dragos General მოკლედ ეგ არის ეს არის რეიტკონში ნახოთ ამებს ქუითას წერია დანარჩენი დისპეჩერის საქმე არის წავედი მოკლედ ხა ისინი მალე მორჩებიან და გავუშვები დავაპიკაპებ ხო აი აქ წერია რომ 9-დან 2 საათამდე მაქვს პიკაპი დელივერი მაქვს 4 შაბათს 4-დან მოკლედ ეს არის გაყოლებული რა პიკაპი და პიკაპის მონაცემები წერია აქ ბიო ნამბერი პიკაპ ნამბერები პიკაპი მაქვს ორი რიცხვში 9-დან 2 საათამდე ამადამ მისამართზე ტელეფონის ნომრები არ წერია დელივერი მაქვს 4-დან 8 საათამდე ნიუ-ჯერსიში და ამადა აქ ფასი აქ წონა წერია აქ მაილები წერია რამდენი არის და ეგ არის всё წავედი ხა გავხედავ მათ მორჩებიან მალე საბუთებზე მოვაწერინებ ხელს და დავუშვები წავალ პიკაპისკენ და შემდეგი ტვირთის წაღებას ვაკეთებ შემდეგი ტვირთსაც ჩავწერ და ზოგადად ამ კვირაში რა ტვირთებს ავიღებ ყველაფერს ჩავწერ და იმასაც ვეცდები რომ მეც ჩაუჯდე და მეც ვნახო რაღაც ტვირთები წავედი მოკლედ ეხლა ბიოს დავასკანერებ და ბიოს გადავუსავნი კახას რომ ამ ტვირთის ფულით ჩაგვირიცხონ რაც დავადელივერე წავალ პიკაპისკენ ესენი მორჩენ და დაცლას დავასკანერე გადაუგზავნე ყველაფერი და ეხა უნდა Yeah, I'm going. 2 minutes. ეხა ჩავწერთ მის სამარს აქ. ტელეფონიდან წერ ხოლმე, მაგრამ ეხა აქ ჩავწერ. Industrial Block Roads. თოილი აქ უნდა შევამოწოთ ხოლმე, მაგრამ ორივე მის სამართი ერთი და იგივე zip code უნდა შევამოწოთ ხოლმე. 84,074 არის. დავაჭიროთ საიდან მივყავართ ადგილზე ვიქნებით 10 საათს და 11 წუთს წავედი კავაშით და მივიდეთ პიკაპზე გვეჩქარება და მალე მივიდეთ მოვედი მოკლედ პიკაპზე გავიარე ჩეკინი დავაყენე ტრაილერი შემიმოწმეს ქაღალდები მაქვს კი და კარტონები არის რა ძალიან ძიმე არ იქნება ხო და შემოწმეს ტრაილერი და დააყენეო კაი ტრაილერი ყავსო და დაიწყებენ ახლა დატვირთვას იდეაში დაიწყეს უკვე დატვირთვა და გავეშვებით პირველი გაჩერება გვექნება ან საჭმაზე გავჩერდები ან კიდე ლარამეში გავჩერდები საწავით ჩასასხმელად ეხლა მომცემენ საბუთებს დატვირთავენ მომცემენ საბუთებს და წავალთ დღეს ტვირთის აღება არ მგონია მაგრამ ხვალ ალბათ ავიღებთ მაქსიმუმზე ტვირთს ავიღებთ უეჭველი იქ რომ წვანი აინთება ანუ მორჩენილი არის და იქ წითელად რო ანათებს ადრო წვანი აინთება ანუ ზათავართ შეგვიძლია რომ უკვე წავიდეთ საბუთებს მოგცემთ და წავალთ დავაშვით. დავით მოკლედ
დაველოდები, კაი, ამინდი არის გარეთ ვარ გადმოსული. დაველოდები და გავაშვები წავალ. მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ჩეიენიდან და ლარამისში ჩავასხი, ჩეიენი ლარამისში ჩავასხი მეტროზე საწვავი. ვაიბი. მეტროზე ჩავასხი საწვავი. დამოვიწყდა გადაღება და შემდეგ ეს ვეცდები რომ გადავიღო და საწვავი ჩავასხი $590 ჩავასხი დიზელი და $40 ჩავასხი დეფი. სულ იყო სადღაცას $632 ჩავასხი საწვავი რა, გავზაბრავი ბოლომდე, საწვავის ბოლომდე ჩავასხი, ისიც ბოლომდე. ჩამოწერ ხა კროსი რამ ექნება ამ კვირაში, რამდენი ტვიტებს დავიღებ და საწვავს რამდენს დავწვავ. მაგებს ჩამოწერ კაბელაფერს. წავედი მოკლედ ცოტა სვივლი. ნებრასკაში გავჩერდები და ნებრასკაშიც ცოტას გადავავსებ. ცოტას რა იდეა ცოტა ჩავასხავ, იმიტომ რომ ვაიომინგიდან ნებრასკამდე ცოტას დავწვავ. და ნებრასკაში იაფია საწვავი და გავიყოლებ საწვავს სადამდეც მეყოფა. ალბათ ტოლედომდე. წავედი და შემოგვიერთდებით ეზიდან. მოკლედ გავიღვიძებ, წყალი გადავივლებ. ახლა შემოვაყენე დიზელს ჩავასხავ. გუშინ ხამე აღარ ჩამოსხე, იმიტომ რომ მაგაჩერებული ყავი და მანქანა დაგოხული ყავდა კიდე დამეწვებოდა და ახლა ჩავასხავ დიზელს, გადავყოსებ. ბევრი საწავა ჩემი ერთ-ერთი $250 წავა. შევძეროთ ახლა კოდი 82 $200 გავტენე და $206-ზე მეტი არ წავიდე. $206 და კიდე 28 ცენტი. იტუ რამდენია? გავიხსენე და განახეთ. $206 და 28 ცენტი. 55 გალონი ჩაიმარა. ეხლა მას ისოკაზე ვამატებ. და ეგ არის. წავედი ხა ყავას ავიღებ. მე თეგებს დავწერ და გავაშვები გავუძლებ სიარულს. მოკლედ შემოგვიერთებით იგივიდან. მოკლედ ოგაიოში ვარ და კლივლენდში ვარ. ბევრი არ დამჭათი. საათ ნახევრზე დამჭა კიდე საწავი ჩავასხი. და მოვიწყდა ვიდეოს გადაღება თან, მაგრამ ციოდა. ცოტა თოს. არა, ვინჩემ ვიდეოს უყურებთ. მიხვდებით რომ არის თოვლი, მასთან შედარებით რაც არის ხო. ჩავლებოთ მივდივარ 70 არის დაშვებული და მივდივარ 68. ეს ჩეკები იმიტომ მითია რომ გვერდზე მანქანა რომ მაგის რადარი არის გაფრჩებული და უნდა ვნახო ან კაბელზე არის რაღაც დაზიანება. იმედია რადარი არის იქნება გაფრჩებული. პატარა ნაკვეთი იქნება 30-40 მილი იქნება ესე თოვლის აბით. არ მოიმატებს იმედია, მივარ გავჩერდები და დილით დავიზრები. გავიღვიძე, გამოვედი, პენსილვანიაში შემოვედი, სხვა გზით წამოვედი, იმიტომ რომ იქიდან ცოტა მეტი ფულის გადახდა მიწევდა და 10 მილით დავიგზელე ბევრით არა და 15 წუთით და კიდე რაღაცა ავარია სავით არა. წყალი გადავარნილი არის. დავჭახოთ საათ ნახევარი და ჩავალ სადაც 5:30-ისკენ ეგრევე წერს ჩასვლას. გაშიც მოვაკლებ ცოტას. გუშინ საწავი ჩავასხი და გუშინაც დამოვიწყდა. მაგრამ კვითრებს ნახავ და კვითრებიდან დავიანგარიშებ. Esmis? Oh. Dobre, levantare l'audio, che è il università, poi si arriva in design.
მიდის ბექორთეის ოჰაიოში ორი პიკაპია გაყოლეთ. ხო. ახლოს არის ძალიან ვერდარი ეგ ვერჰაუსები და. ოკეი. პირველი პიკაპი და მეორე პიკაპი 3 საათი. ოკეი. და ათის ნახევარზე დავადელივერებთ რა. ოკეი და სული მილი 1300. რამდენი მილია? რა? რამდენი მილი არის? 487 მილი არის რასაც მექნეს 500 მაქსიმუმ. ოკეი. კაი არის. აი ხო? ავიღე ხო ეხა გამოგზავნის და ჩაგიგდებ. ოკეი. დეიტონამდე სადღაცას 40-50 წუთი მექნება მე იქამდე და 12-ზე მივა, რავი. იმედია დავტვირთავენ რა უფრო ადრე. აი, მიხე რომ პირველზე დავნიშნავ პიკაპსო და ადრე თუ მივა პრობლემა არ იქნება და ესეთ პრობლემა დავტვირთავენ. ოკეი, კიდე ისე თქვა მიდოდა რა. მოკლედ ხვალ ამას დავადელივერებთ ოჰაიოში. სადაც ზევით არის ხო? მე 80-ზე კლივლენდი ტოლედოსკენ სადღაც ეგრეა ხო? აკრონთან არის ხო? ხო, აკრონთან ვაფშე მთლად კაი. ხო და ხვალ რო ნახოთ ისეთი ტვირთი თუ შეიძლება რომ აი ხვალის პიკაპი იყოს და ხვალისვე დელივერი იყოს. ან კიდე შაბათის დილის დელივერი თუ ეგეთ რამეს მოძებნის სახლისკენ მინდა რომ წამოვიდეთ. ნათლობაში მივდივარ და თუ ეგეთი ვერაფერი ვერ ნახეთ, მაშინ იყოს ხვალის პიკაპი და ორშაბათის დელივერი, მაგრამ თუ სხვა დელივერი იქნება, ან იმ დღესვე დელივერი, ან შაბათ დილის დელივერი იყოს, უკეთესი იქნება რა. ნახე და აი როგორც დაიდება. ჰა? ნიუ-ჯერსიში რომ დაადელივერო. ხო, ნიუ-ჯერსიში რომ დავადელივერო. თუნდაც პენსილვანიაში რომ იყოს ნიუ-ჯერსთან ხვალვე დასადელივერებელი, ან შაბათს დილით დასადელივერებელი, ისე რომ ორ შაბათს რო გამოვალ, ბარემ პიკაპით დავიწყო და გავიდე რა, დელივერი რო არ მქონდეს გასაკეთებელი. აი, ეს შევი რომ იანთან ახლოს მაქვს მაშინა. ოკეი. კაი. აი, მადლობა. მოკლედ ისქენი რა. მოკლედ გუშინ დავადელივერე ის ტვირთი. ის $4,500 არის მქონდა წამოღებული და იყო სადღაცას 60 მილი იყო იარდამდე. თან სახში უნდა მოსულიყავი, ბიძაჩემი და მამიდაჩემი ნახე საქართველოსდან ჩამოვიდნენ და თან კიდე 8 ნახევარი იყო რომ მორჩი და ანუ დიდად თავი აღარ შემიწუხებია სიმართლე გითხრათ ტვირთების ძებნაზე და რაღაცები, იმიტომ რომ ძალიან გვიანი იყო და ძალიან ძნელი იქნებოდა ტვირთების აღებაც და ჩემთვისაც მაგარი ძნელი იქნება კიდე 300-400-500 მილის გავლა. ამოვედი სახში დავისვენე, სახში მივედი. სახში გამოვიარე ცოტა და ეხა გამოვედი სამუშაოდ. 11 საათი არის და სადღაც ეგრეთ 12 საათზე მიწერს ჩასვლას პიკაპზე და ჩავალე ხამას დავაპიკაპებ და გადავალ რა 500 მაილია, 500 მაილი მინდა ნარნარით ჩავიდა. თან ეხა ისეთი დროა რომ მეც მექნება ცოტა დრო, ცოტა რაღაცებს ჩაუჯდები, განახებს როგორ იზებნება ტვირთები და როგორ იღება და ერთად ნახოთ. ეს მომივიდა იფტას ასაღები მქონდა და პარემ ჩამოვედი რა რომ ამიღო ეს საბუთები და რაღაცები გავამზადე. წავედი მოკლედ და რომ დავაპიკაპებ შემოგეხმიანებით. ჟენევა ოჰაიოდან მიდის ბორდენთაუნ ნიუ-ჯერსიში. ახლოს არის ჟენევა 50 წუთია რა პირველზე პიკაპი. და მეორე დღეს არ დელივერი ხოლმე შაბათის დელივერი გინდოდა. ხო. 9 საათზე რა. ჯამში არის თავიდანვე 500 მილი. ოკეი. 1700. ოკეი, ოჰაიოდან მოდის ნიუ-ჯერსიში? ოჰაიოდან მოდის ნიუ-ჯერსიში იარდთან ახლოს არის რა. ოკეი. ახაც 15 მილიში არის იარდის. ოკეი. თუნდაც კარგია 35-ია და ფასიც შვენიერი. 3.25 მილი გამოდის რა. ოკეი, შვენიერი. ოკეი, ეხა მოვედი აქ პიკაპზე და დაგირეკავთ ეხა ველოდები და მომცემენ კარს და ორშაბათის ტვირთი რავი არ მოძებნო. კვირას არ ვიცი და დავლევ თან დიდი ხანი არ დამისვენია და თუ რაღაცა არის ან ორშაბათს გამოვალ, ან კიდე სამშაბათს რა. თუ რაღაცა ორშაბათსაც რო გამოვიდე, მოგწერ და ავიღებ სულ რამე ატვირს ოჰაიოში კი გადავა. ის კვირა მე არ ვიქნები. ოკეი. და დათმო მასკი, აი ეს ტვირთებს რამე და. ოკეი. კაი დრო გაატარე. მადლობა, ასევე შენც. აი, ხა მოგოჩახეთ. მადლობა.
Короче, ეხა ველოდები ამათ მომცენ კარები, რომ მალე დავიტვირთ. ხოდა კახამაც ამიღო ტვირთი, კამერა მოდი ესე გავასწოროთ. ამათაც ამიღეს ტვირთი და როგორც მინდოდა ისე ლაგდება. პარასკევის ტვირთით რა დურ გაიჩთა დელივერი. მაგრამ შაბათს დავადელივერებსა შაბათ კვირა სახში ვიქნები და ორ შაბათს ან სამ შაბათს დავიწყებ ისე რომ დელივერი აღარ მექნება. გასაკეთებელი და ეგრევე პიკაპს გავაკეთებ. მოკლედ, რატო დავაყენე ახლა კამერა ეს? აქეთ გვერდში ვეცდები რომ ამოვანათო loadboard-ი. ამოვანათო loadboard-ი. მედი ამას გადაყენება არ უნდა. და შევდივართ D1-ზე და D1-ზე ვეძებთ ტვირთს. მე ხა აქედან ჩავრთავ screen recorders. აქედან ჩავიწერ და ამას ამოვანათებ გვერდზე, მარცხენა მხარეს. მოკლედ რა მოვძებნოთ? რა მოვძებნოთ და მოდი აქედან მოვძებნოთ ოჰაიოში წასასვლელი. D-ი მიუთითოთ 100 მილი და აქ მიუთითოთ შტატი. აქ შეგვიძლია რომ მიუთითოთ ნებისმიერი შტატი, საითკენაც გვინდა წასვლა. მაგალითად ეხა გვინდა რომ ოჰაიოში გადავიდეთ და მიუთითეთ ოჰაიოში. ეხა აქ რომ current location-ი რომ მიუთითე, ანუ ჩემი location-დან სადაც 100 მილში მოძებნის ტვირთებს რა ტვირთები არის. თუ ესე ძებნა არ გვინდა და დისპეჩერი ხარ, შენ გადადიხარ ესი აქეთ და აქედან შტატებს ეძებ. ან უბრალოდ ქალაქს ჩაწერა აქ, რომელი ქალაქიც გინდა, ტრენტონი დავუშვათ. ტრენტონ, ნიუ-ჯერსი და ამოგიგდებს და მაგედან მოგიძებნის ტვირთებს. აქ უთითებ რითი დადიხარ, ფალტბედით დადიხარ, ფერი დრაივენით თუ რითი დადიხარ. ჩვენ ამჟამად დავდივართ სტანდარტვენით. აქ წონას მიუთითებ, ყველაფერს მიუთითებ, როდის პიკაპი გინდა. აქ start date და end date არის, რომ დავუშვათ მითითო დღევანდელი პიკაპი და end date-ში მიუთითო ხვალინდელი პიკაპიც რა. დავუშვათ რომ აი მოძებნოთ დღეიდან ხვალამდე რა ტვირთები შეიძლება იყოს და search loads დავაწვევით და აგდებს უკვე და ძალიან ბევრი ტვირთები დევს ხოლმე ისე რომ არ უწერიათ ფასები და უნდა დაურეკო და გაარკვიო რა ფასებში უდევს. ეს TQ-ის ტვირთია სავარაუდოდ ერთი ან ორი პიკაპი ექნება $1200-ში. ნიუ-ჯერსიდან ჭირს ზოგადად გასვლა. ეს მაგარი ტვირთი გაიჩნდა აქ. ტროფეინი კლივლენდ ოჰაიოში მიდის. მაგრამ აქედან easy pass-ები მოგიწევს. ერთი პიკაპი, ერთი დელივერი არის. და იქ ტელეფონის ნომერი უწერია, აქ დაურეკავ და გაიგებ. $1250-ში რო უდევს ეს ტვირთი. დაურეკავ და ეტყვი რომ მომიმატებ ფასი. დაუშვათ, იმიტომ რომ ეხა აქ საიდანაც მიდიხარ 76 გზით გიშვებს, 76 გზით რო არ წახვიდე, ესე უნდა ხვიდე 476-ზე, მე 80-ზე და სადაც ერთი $100-150 ტოლების ფასი გიწევს. დაურეკავ რომ მომიმატე დაუშვათ $100 ან $50 მომიმატე ფასი და მოგიმატებს. და ესე ეძებ ტვირთებს. მე იდეაში რასაც ვეძებ ხოლმე, ვეძებ მხოლოდ ტვირთებს. მე ტვირთებს არ ვიღებ, ჩემით. აი მომეწონა დავუშვათ ეს ფილადელფია, პენსილვანია, კლივლენდ, ოჰაიო. ძალიან იშვიათად ვეძებ ხოლმე, მე როცა დრო მაქვს ხოლმე რაღაცები. ჩემპოში ჩამჯდარი ვარ ხოლმე და ვნახულობ ხოლმე. ეხა ეს ტვირთი დავუშვათ, ეს ტვირთი მინდა, კახას გადაუგზავნი, მეთი კახა აი ფილადელფია, პენსილვანია, კლივლენდ, ოჰაიო $1000-ში დევს. მაგაზე დარეკი, აბა რა ხდება? უმეტესად აქ რეფერენს ნამბერი უწერიათ ხოლმე და რეფერენს ნამბერს ვეტყვი ხოლმე და რეფერენს ნამბერით ნახულობს ამ ტვირთს ადვილად. და ვეტყვი ხოლმე რომ აი დავუშვათ ეს ტვირთი მინდა და ამ ტვირთს ამიღებს. და ესე რა. ჩემედეთ კაია ყველა უნერს უნდა კონდეს loadboard-ი რომ ნახოს ტვირთები რა ფასებში არის, როგორ არის, რანაირად არის. ესეც მაგარი ტვირთი გაიჩნდა. просто 41-ია ზონაში. მაგრამ ტანკერსით ხოლმე რა კრატოდებს.
და მოკლედ ამით ვეძებთ ტვირთებს. ეხლა ამჟამად დევს 248 ტვირთი. და ასწორებს რა. შენითაც რომ ნახულობ რა ფასებში არის როგორ დევს რანაირად. ისეთი ტვირთი თუ შეიძლება რომ დაიდოს რომ აი დაუშვათ გიღირს ცოტა მაილია, მაგრამ წონა დაბალი არის, ფასიანი გზა არ გიწევს, შეიძლება გიღირდეს და შენ აიღო. და ასწორებს ეს load board-ი რო გაქვს, მაგრად. ყოველ წამს შეხვალ და ნახულობ და ყოველ წამს შეიძლება ტვირთები დაიდოს. მოკლედ, ეს ვიდეო ამით დამთავრდა. შემდეგი ვიდეო დაიდება PlayStation-ის გათამაშების და ახალ გათამაშებას დავაანონსებ კიდევ რაღაცების გათამაშება მინდა უფრო მეტ გამომწერზე და მოკლედ გამოიწერეთ ჩემი არხი და იმედი მაქვს რომ ბევრი სიახლეები გველოდება და თქვენ სიაქტიურებთ, გამოიწერთ არხს. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ჩემი YouTube-ის ვიდეოებს, ეს ბოლო ვიდეოები, 4-5 ვიდეოები, 30000, 25000, 20000 კაცი უყურებს და ბევრი ადამიანი არ იწერს. მაგრამ ოკეი, არა უშავს. ვისაც გექნებათ სურვილი, გამოიწერეთ არხი და დაიდოდეთ შემდეგ გათამაშებას. წარმატებები ყველას. კიდევ რასაც გავაკეთებ ამის შემდეგ დავამატებ, ხვალის დიზელის ჩასხმას დავამატებ და იმას ამოვანათებ მე ხვალ, კაროჩე, მოკლედ ხვალინდელ ვიდეოს ჩავწერ. You going? Okay. და იმას ვიზავ მოკლედ ხვალ დიზელს ჩავასხავ, დღეს ჩავასხავ დიზელს, ხვალას ჩავასხავ დიზელს და დაჯამებულებს ამოგიტანთ კიდე ხვალ ჩაგიწერთ ვიდეოს, რამდენი ჩავასხი დიზელი, რამდენი მქონდა შემოსავალი და დანარჩენი ხარჯები კიდე როგორ ვილაპარაკოთ 1000-ში და ვიწუწუნო, თქვენც კი გეცოდინებათ წინა ვიდეოში, ამის წინა ვიდეოში შემოსავალი და გასავალი მანქანის გადასახადი რამდენია, დაზღვევის გადასახადი მანქანის ტვირთის, მანქანის დაზღვევის, ნუ ყველაფერი თუ არ გაქვთ ნახი, გადადით და ის ვიდეოც ნახეთ. წავედი მოკლედ და წარმატებები ყველას შემოგიერთებით ხვალიდან. პატარა 1 წუთიან ვიდეოს კიდე ჩავსვავ და ამით მორჩება ეს ვიდეო. პოლიციამ გამარჩია ნიუ-ჯერსში. და ვნახოთ რა უნდა. დიდი ალბათობით ვიცი რაც უნდა და let's see რა, ნახოთ რა იქნება. აი მე რა ხო ვერ დავდე ერთ-ერთი ვიდეო ისეთი რომ რაღაც პრობლემები არ იყოს და ცუდიამები არ იყოს. 3 ტიკეტი დამიწერა. დამხრიტა. მერე მუხამესროლა. მერე ბომბი დამიგდო და წავიდა და რო წავიდა მერე ამაფეთქა ერთიანად რა. და 2 პოინტიანი არის. და უნდა გავასაჩირო უეჯველი, იმიტომ რომ 297-დან ვინც იცით 297-დან 78-ზე რო გადადიხარ, ეგრევე დგები მესამე ხაზში. და სანამ მესამე ხაზიდან მეორეში და პირველში გადავედი, საცობი იყო მაგარი. და ვერ გადავდიოდი. ჩემი ბრალიც იყო იდეაში, უნდა შემენელები ნასვლა, ან უნდა გადარამენელებს, უნდა გადავსულიყავ. ჩემი ბრალიც იყო. მაგრამ დავეშვი და ვიარე სადაც 1-2 მილი მომიწია, 2-3 მილი მაქსიმუმ მომიწია მესამე ხაზში სიარული და გამაჩერა და მაგაზე დამიწერა. გზას აფერხებდაო, არა და ჩაოლებრად მიყავდი მანქანებს და სწრაფად მივდიოდი. პლუს კიდე რა დამიწერა. ნიუ-ჯერსის კანონმდებლობით არ შეიძლება რომ მესამე ხაზში იარო და კიდე დამიწერა რომ left line no truck ეწერაო, ანუ მარცხენა მხარეს არ შეიძლებაო ტრაილერიო და მაგაზე დამიწერა და დიზელს რა ბარათითაც ვასხავ ტივისის ბარათით, მაგით უნდა გავასაჩირო, პირველი გასაჩირება უფასო არის მგონი. იდეაში მაგათაც შევეხმიანები, სხვა ნიუ-ჯერსის ადვოკატებსაც შევეხმიანები და გავასაჩირებ უეჯვადე, იმიტომ რომ
ერთი ჯარიმა დამიწერე რა, ოკეი, კაი. შეთქონაც ხედავ რომ სასობი იყო და ანუ 3 ჯარიმა რო დამიწერო, კაი რა. ძალიან უსამართლობა არის. თან სტეიტი იყო. ანუ განვიხედებოდი მეთქი ვინმე არ გამოიძახოს ყინულოვანი რამე თქო და იდეაში რო გითხრა რომ ვინერვიულე თქო და განვიცადე თქო, მოგათხოვით, იმიტომ რომ ამ ახალ წლების მერე მოკლედ 2026 წელი რაც დადგა, აი იმდენი რაღაცები მოხდა, რომ აი ცუდი რაღაცები ხდება უკვე, აი ძალიან ჩაოლებიათ ხდები და მე ოკეი რა. ძალიან ჩაოლებიათ ხდები, იმიტომ რომ რავი არ ვიცი. მედია მალე გამოანათებს. დამშაიხა 4 საათის სასწავლო და ჩავალ დავიძინე. დავისლებ. იქიდანაც ავიღებ და წამოვა სახლისკენ. მაგარი ბედნიერი მივიდიოდი და მაგარი გახარებული მივიდიოდი ოჰაიოში, ოგაიოში, მეთქი ამას დავადელივერებ, იქიდანაც წამოვიღებ მეთქი, ჩამოვალ მეთქი და 1-2-3 დღე სახლში გავჩერდები, ცოტას დავისვენებ მეთქი, დაულევი ჩავიხჩობი სასმელში თქო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები მიყვა. სასმელი ვიცი ვერაფერს ვერ ასწავლეს, მაგრამ ცოტა მომეშვებოდა ბიჭებთან ერთად გავლა რაღაცა ლაპარაკი ისეს, მაგრამ მჭირდება. დავიღალე მაგრად. არა, უშავს ერთიანად დავლევ ყველაფრის. იმედია ამის მეტი კიდე აღარაფერი აღარ მოხდება და იმედია რომ ჩემს YouTube-ზე სუკაი ვიდეოები მექნება და პოზიტიური ვიდეოები, რაღაცების დათვალიერებები, რაღაცების საკუთარი გამოცდილებების გაზიარება და მსგავსი ვიდეოები მექნება. ეხლა ჩავალ ამას დავადელივერებ. იქიდან წამოვალ მშვიდობით. იმედი მაქვს მშვიდობით წამოვალ. და ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის ნებით. მადლობა ღმერთო მაინც ყველაფრისთვის. მართლა მადლობა ყველაფრისთვის. წავედი მოკლედ ვიღაცა არ ამეშარეთ ახლა ეგ ვიდეოს რატო იღებ და მან რატო გიდგასო და მაგალითად არ დამიწერო რამე. აბა იმას მოგესალმებით მეგობრებო, ჩამოვედი ხა ბოლო დელივერზე და სანამ დავადელივერებ, დავითვლი ხა კიდე რამდენი საწვავის ჩავასხი. ბოლო ჩავასხი 224, მერე 564 564 მერე ჩავასხი $200 საწვავი კიდე online-ზე და $608 კიდე $600 ეს ტვირთი წავიღე $1300-ში და ეს ტვირთი წამოვიღე $1700-ში. ეს ტვირთი კი ის ტვირთი, წინა ტვირთი. და სო. ეხლა შევაჯამოთ. ამდენი გამოვიდა და ეგ არის. გროსი არის $7500. და საწოვი ჩავასხი ხო გეტყვით რამდენის. 632 პლუს 224 პლუს 564 პლუს 200 და პლუს 608 $2228 საწოვი ჩავასხი ამ კვირაში 7500 გროსზე. ინტერა თან სუბუქი წონები ვატარე და თან კიდე აქეთკენ ვიარე სახლისკენ და ცოტა მილევი მომიწია. მოკლედ ხა დავიცლები და WhatsApp-ში თორე მაგრად მეძინება და იმედია დავიცლები. შეიძლება რა უნდა ჩვენზე 9 საათზე მაქვს დაცლა. და ხა წერია ოფისთან 8 საათზე იღებიანო და
იმედია 9-ზე მაინც გაიღებიან. იმედია ჩანს. მარცხენა მხარეს არის ტვირთები, რაც ვატარებ და მარჯვენა მხარეს საწვავი არის. და აქ არ მაქვს მითითებული ის ხარჯები, რაც დაზღვევას მიაქვს, რაც საჭმელს და სხვა რაღაცეებში ვიყენებ. მოკლედ ეს არის ყველაფერი. წავედი მოკლედ ახლა და ავალ სახში და დავიცნებ დღე ნახევარი. და მაგრად მჭირდება დასვენება ამ ყველაფრის მე. კარგათა წარმატებები ყველას.